ქართული ოცნება რუსების სამსახურში როგორც ცდილობს რეჟიმი ისტორიის გადაწერას. ივანიშვილის პარტია საკონსტიტუციო სარჩელით აპირებს, რომ კონსტიტუციურ ნორმად აქციოს ის, რაზეც მათი პროპაგანდა დგას. თითქოს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. პოლიტიკოსების აზრით, ასე ოლიგარქის გუნდი რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და შესაბამისად ოკუპაციის ლეგიტიმაციას ცდილობს. ცნობისთვის სარჩელში, რომელიც ოცნება მოამზადა პარტიების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, თია წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენი ქვეყნის ბრალეულობა გამოკვეთა. ოლიგარქის სამ პოლიტიკურ ძალას აუქმებს და ემუქრება სხვებსაც. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს თემაზე, ის გვერდდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ნატალი, გისმენთ. დიახ, დავიწყოთ ბოლო ამბავი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომა, სადაც მმართველმა პარტიამ, რა თქმა უნდა, მხარი დაუჭირა მის მიერვე მომზადებულ სარჩელს. ამ დოკუმენტს ხელს აწერს 88 დეპუტატი და სავარაუდოდ დღესვე გადაიგზავნება ეს სარჩელი ელექტრონულად საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დილიდან ვეკითხებით ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს, რას ემსახურება პოლიტიკური ძალების განადგურება, რატომ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ველის მოსუფთავებას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მუდმივად ამტკიცებდნენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ მათ არ ეშინიათ ოპონენტების და რომ ისინი ვერ ხედავენ საფრთხეს პოლიტიკურ პარტიებში. ძირითადად უმრავლესობის წევრები, რიგითი დეპუტატები ამ კითხვებს გაურბიან. ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკური ძალები მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. არადა ჯერ კიდევ გუშინ შალვა პაპუაშვილს მოუწია იმის აღიარება, რომ ისინი აპირებენ ამ სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარტიები ოპონირებას უწევენ ქართულ ოცნებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ ოლიგარქის ხელისუფლებას და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა ეს კითხვა-პასუხი. თუ შეიძლება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია, პოლიტიკური ველის მოსუფთავება რას ემსახურება და რატომ გარბიხართ? პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გითხავთ. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ. ქართული ოცნება რატომ ართმევს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას? დემოკრატიული პროცესის ნაწილია პარტიების აკრძალვა? არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას რატომ ართმევთ ადამიანებს? არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას რატომ ართმევთ მოქალაქეებს? თქვენ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს თქვენს არჩევანს? ობიექტურია სასამართლო. პოლიტიკური ძალების განადგურება მიზნად რას ისახავს? პოლიტიკური ძალების განადგურებაზე არ არის. ეს არის იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან არა რომელიმე სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ინტერესების. თქვენი ამორჩეველი ხომ მყავს ამ პარტიებს? აი დასაუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ხმას აძლევდნენ აქამდე იმ პარტიებს, რომლის აკრძალვა. ჩვენ ზუსტად ეს გავითვალისწინეთ, რომ ამ პარტიებს ყავს ამორჩევლები და დაუშვით გარკვეული შეღავათები. ის ადამიანები, რომლებიც არიან ეხლა ამჟამად პარლამენტში, საკრებულოებში, აუცილებლად წარმოადგენენ იმ ხალხს, რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილი და მათ მიეცემათ უფლება აი ამ ხალხის თვალსაზრისი და მათი პოზიციები წარმოადგენენ. ვინც არ არის საკრებულოებში, მარტო ლელო მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში და მარტო ლელო არის შესული საკრებულოებში, ანუ სხვა პარტიების ამომრჩეველს რასეულობ. ვინც არ მიიღო მონაწილეობა, ეს თვითონ გასცემ პასუხი თავიანთ ამომრჩევლებს. არა გვიგზელია, სასამართლო უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სულიც გაქვთ, რატომ გაქვთ ეს სული? იმიტომ რომ ქვეყნის საწინააღმდეგო კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და არ ანყალებენ ქვეყანას უკვე რამოდენიმე წელია. და ქართული ოცნება კონსტიტუციის წინააღმდეგ არ მოქმედებს, იმიტომ რომ ოპონენტები ამბობენ, რომ ის კანონიც, რომელიც თქვენ ახლა მიიღეთ, იმთავითვე არის ანტიკონსტიტუციური. და შეტანილია ეს არჩელი, მაგრამ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ამაშია. დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას, არავითარი პრობლემა არ არის, დაველოდოთ. სასამართლო ხომ იმას გააკეთებს, რასაც მას ეტყვის ხელისუფლება. ის ხომ კონტროლირებადია დღეს ბიძინა ივანიშვილის. გააკეთებს ისე, როგორც არის კანონი და წესი. ისე გააკეთებს.
ქართული ოცნების მიერ მომზადებულ სარჩელს საფუძვლად უდევს იმ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თეა წულუკიანი, ძირითადად საუბარია მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე, ასევე ერთი თავი ეთმობა 2008 წლის ომს და ამ დოკუმენტშიც ქართულ ოცნებას აქვს ჩანაწერი გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მოამზადა ნიადაგი იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია შეჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. მოკლედ, ჩვენ ველოდებით ახლა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა ამ სარჩელს და იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება ეს სარჩელი, ამის შემდგომ უკვე 9 თვიანი ვადა ექნება სასამართლოს ამ საქმის განსახილველად.